მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ვირჩევთ პროფესიას. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი ლაშა ჯოხაძე. როგორც ვიცი, ნორდა დუმბაძის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დაიდგა სპექტაკლი ყვარყვარე თუთაბერი დიდი ხნის პაუზის შემდეგ. მოდი ჯერ თქვენ ძველ ამბებს შევეკითხებით. როდის ან რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა თუ ვინმე მგირჩიათ თქვენს მონაცემებზე დაყნობით რომ მსახიობი გამხდარიყავით? მოგესალმებით. რჩევით არავის არ ურჩევია. როგორც წესი საქართველოში ნაკლებად ურჩევს ხოლმე ვინმეს მსახიობი გახდიო. ეგეთი ძალიან იშვიათად ხდება. ჩემით გადავწყვიტე. სადღაც 12 წლის ვიყავი. ალბათ 13-ის ალბათ მივედი მანანა თოდაძის სტუდია იყო ესეთი თეატր სტუდია პრესტიჟი ერქვა. და იქიდან დავიწყე იურა ფოფხაძე იყო ჩვენი მეტყველების პედაგოგი და ოსტატობის. და იქ ვითამაშე პირველი სპექტაკლი ბურატინოში ვითამაშე პიერო. ძალიან კარგი. პირველად როდის დადგით ფეხი სცენაზე და რა გზნობა დაგეუფლეთ? მახსოვს თვეც კი დაჟე. ეს იყო სექტემბრის 20 თუ არ ვცდები. კი, ზუსტად ეგ იყო. ეს ბურატინო ვითამაშეთ ხორავას მსახიობთა სახლში პირველად. როგორც ყოველთვის ძალიან ნერვიულობდი. მეგონა რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი სცენაზე და დამავიწყდებოდა ყველაფერი და კულისებში იყო ერთი ამბავი ამაზე. კინაღამ გული შემიწუხდა, ისევ ნერვიულობდი, მაგრამ აი სცენაზე პირველად მაშინ გამოვედი. ეს იყო 12 წლინახევრის ვიქნებოდი ალბათ, ну 13-ის თლათ არა. მერე გაგრძელდა ეს სპექტაკლი, კაი ხანი იყო რეპერტუარში. მერე დავანებე ცოტა ხანი თავი ამ სტუდიას. ცოტა სხვა გატაცებები მქონდა იმ პერიოდში, ჩემ თავში ავირიესავით. შემდეგ ვნახე აღდგენილი უკვე კავკასიური ცარცის წრე. ბატონი რამაშხიკვაძე თამაშობდა და არა მარტო რამაშხიკვაძე, მთელი არაჩვეულებრივი დასი რუსთაველის თეატრის. და იმ კონკრეტულმა სიტუაციამ გადამაწყვეტინა ის, რომ მე უნდა გამხდარიყავი საბოლოოდ მსახიობი. საინტერესოა. მაგრამ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ სხვებსაც უთქვამთ, რომ შენ სამსახიობოზე ხო არ აბარებ. რჩევის სახით არა, როგორც ასეთი რომ წადი და ჩააბარე, ესე არავის არ უთქვამს, მაგრამ ჩემით მივედი იმ გადაწყვეტილებამდე და ჩემით ჩავაბარე თეატრალურში ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ის რაც მოხდა მერე და არც ერთი დღე არ ყოფილა თეატრალურში ჩაბარებიდან დღემდე რომ მე არ ყოფილიყავი თეატრში. ყოველთვის მანამდეც და მის შემდეგაც დამთავრების შემდეგაც ეს ბედნიერება მაქვს რომ სულ ვარ თეატრში დაკავებული. ძალიან მოწოდინებული ყოფილიყარ თავის დროზეც და ახლაც მე მაქვს თქვენი სპექტაკლი ნანახი. რას აკეთებთ თავისუფალ დროს? თავისუფალი დრო თუ აქვს მსახიობს აქტიურად. თუ აქვს მსახიობს თავისუფალი დრო, ესეთი ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც არის ხოლმე ესეთი პერიოდი, რომ გაქვს რაღაცა დრო. მე მაგალითად თუ იმდენი დრო მაქვს, აი 1-2-3 დღე მაქვს და შემიძლია რომ ქალაქიდან გავიდე, ჩავდივარ ხოლმე ჩემს კუთხეში, ჩემს რაჭაში და ვერთობი იქ თევზაობით. მე მიყვარს თევზაობა. ნადირობა იმდენად არ მიყვარს, რამდენადაც თევზაობა, იმიტომ რომ კარგია, მამშვიდებს. გამოარჩევდით თუ არა რომელიმე ქართველ მსახიობს ძველი ქართული ფილმებიდან? ფილმებიდან? კი. ფილმებიდან
რა გამოვარჩევდი, ბევრს გამოვარჩევდი ეგრე, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სერგო ზაქარიაძე იყო ჩემთვის არა მარტო კინოში, თეატრშიც. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ვერავის ვერ დაუყენებდი მე მაგალითად ჩემთვის. გვერდში ვერავის ვერ დაუყენებდი ფილმში, კინოში. თეატრში ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მომწონდა და ზოგი მათგანი ახლა ცოცხალია, ზოგი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ საწყენია. კუმირი როგორც ასეთი, რომ აი ვიღაცა იყოს ჩემი კუმირი, რომ აი ის არის ჩემთვის რაღაცა მაგალითი და ასე შემდეგ, ასეთი ბევრია ძალიან. ერთს კონკრეტულს ვერავის ვერ დავასახელებ, რომ აი მაგალითად მარტო ეს ვთქვათ მომწონს ამაში. თქვენ თუ ვერთებით რევას თავარდქილაძე მითამაშა მეწისკვილე. რევას თავარდქილაძე არის არაჩვეულებრივი პარტნიორი, ჯერ მინდა ვთქვა. ის მსახიობობაზე ხა მე რო დავიწყო ლაპარაკი საამისოდ უფლება უნდა ქონდეს რო ილაპარაკო და ალბათ არაჩვეულებრივი პარტნიორი, უნიჭიერესი ადამიანი და რაც თავარია გზრდის სცენაზე, აი როგორც პარტნიორს. აი რო დგახარ მასთან ერთად სცენაზე, ხანდახან ისეთ რაღაცას შემოგთავაზებს, რომ თუ ამისთვის მზად არ ახარ და ყურადღებით არ ახარ ჩართული და არ მუშაობ, შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდე. ოღონდ კარგი გაგებით ცუდ მდგომარეობაში, რომ ვერ დაინახო ის რა გთავაზობს იმ კონკრეტულ მომენტში. გარდა ამისა არის არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან დიდი სიამოვნებაა მასთან მუშაობა ყველანაირად. გინდათ ძალიან თავდაბალია როგორც ვიცი. აბსოლუტურად. ერთი პერიოდი მახსოვს, ერთი პერიოდი კი არა ყვარყვარი თუთაბერი თქვენ რო ითამაშეთ, ვიყავი მე თქვენ სპექტაკლზე და პაკლონის პერიოდი იყო და არ გამოვიდა თქვენ ეხზე რო ეკაჩებოდით რომ გამოგეყვანათ როგორმე და იმდენად თავდაბალი არის რომ არ უყვართ ლაპარაკი რომ იცით მე ძალიან თავდაბალი ადამიანი. არაჩვეულებრივი ადამიანია კიდევ გავიმეორე. რაც დასაფასებელია პირველ რიგში. იცით რაშია საქმე, რომ მას იმ ხელა წლები და იმ ხელა გამოცდილება აქვს და იმ ხელა მასშტაბი აქვს ამ ადამიანს და ამ მსახიობს, რომ მისთვის მოულოდნელი და უჩვეულო არაფერი აღარ არის. ამიტომ ის მას დასამტკიცებელი არავისთან არაფერი არ აქვს და აქედან გამომდინარე და არა მარტო აქედან გამომდინარე, მე მის პიროვნულ თვისებებს გავუსვავდი ხას, რომ ეს არის უაღრესად წესიერი და პატიოსანი ადამიანი და უაღრესად საყვარელი ადამიანი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა და ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან, როგორც მსახიობისგან და ძალიან სიამოვნებს, რომ გავარ ასეთ უმბერას ადამიანთან და მსახიობთან ერთად სცენაზე. ჩვეულებრივია ნამდვილად. ძალიან საინტერესოა რომ გქონდეთ არჩევანი, რომ გქონდეთ თავისუფალი არჩევანი, რა როლის შესრულებას არჩევდით ასე ვთქვათ. ეს ცოტა ისეთი ჩამჭრელი შეკითხვა არის მსახიობებთან მიმართებაში. ასე ზოგადად რაიმე როლი საოცნებო და რაღაც ასეთი რამე არ მაქვს, არც მქონია არასდროს. ჩემთვის ყველა როლი თანაბარია და ყველა როლი თანაბრად საინტერესოა გასაკეთებლად და სამუშაოდ. რა თქმა უნდა არის რაღაცა როლების მიმართ სიმპათია, რომ აი თქვათ ამას სიამოვნებით ვითამაშებდი, ან იმას სიამოვნებით ეხლა რო გითხრათ მე რომ ამ ყველაფრით უკმაყოფილო ვარ, რაც მე თქვათ მაქვს, არა ვარ, იმიტომ რომ მithumetes ასეთ ხალხთან გაქვთ ურთიერთობა. არასდროს არ მქონია როლების დანაკლისი და ის რომ აი თქვათ საოცნებოთ რაღაცა თეატრში ვიყო, არ ვიცი, მე სულ ყოველთვის დამთავრებიდან დღემდე ვარ თეატრში და ძალიან სიამოვნებს ის ყველა ის როლი, რომელსაც მე მაძლევენ რომ ვითამაშო. ხა ყვარყვარეს მომცემდნენ სიტყვაზე ვიძახი თუ ქუჩარას და კაკუტას, ჩემთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთნაირი ენთუზიაზმით და სიყვარულით და ეგ არის თავი ნამდვილად. შრომის მოყვარეობით ვუდგები ორივე საკითხს, ხო? რასაკვირველია, ყველას უნდა რომ თავარი როლი უფრო მეტი სამუშაო კონდეს რაღაც, მაგრამ
ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თავარია მსახიობისთვის რა არის ხა, რომ კონდეს როლი, ხო? კონდეს როლი და ეს შენი სულიერი საკვები, რაც არტისტს ჭირდება და საზრდო, ეს კონდეს. რომ იყოს კმაყოფილი. ეხლა ის მეტნაკლებად თავისთავად ეხლა ზოგი მთავარი როლია, ზოგი მეორადი, მაგრამ ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არასდროს არ ქონია, აი გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ აი გინდა თუ არა მე მთავარი როლი თუ არ მექნება, მე ეხლა არ ვიქნები კმაყოფილი. ეს პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, თორე რასაკვირველია, ყველა არტისტს უნდა რომ სულ მთავარი როლები ითამაშოს. ეხლა ის არავინ არ ათქვას, რომ აო ეხლა მე არ მინდა მოვიტყუებით. ყველას უნდა რომ ითამაშოს მთავარი როლი, მაგრამ მაინც სახელმწიფოს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა როლი მნიშვნელოვანი უნდა იყოს და რასაკვირველია ხა. ბევრი ადამიანი ვიცი მარტო ჩემიდან გამომდინარე არ ვამბობ ამას. საერთოდ ზოგადად ვიძახი რომ მსახიობისთვის მთავარი არის მას კონდეს როლი. რომ მას კონდეს მუდმივად სამუშაო. ხა ვერავინ ვერ ვიტყვით იმას, ხო? ხა ნიჭის სხვა საკითხია კიდე ხა. ვინ ნიჭიერია, ვინ ნუ ნიჭოა, ეს მეც არ ვიცი. ნიჭიერი ვარ, სხვას უნდა ვკითხოთ ვიღაცას, ხო? სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ ზოგადად ყველა მსახიობისთვის მთავარი არის რომ მას კონდეს როლი. რასაკვირველია, კარგია თუ მთავარი როლი ექნება, მაგრამ თუ არ ექნება, მთავარია მას კონდეს როლი, რომ მას კონდეს ეს საკვები, რასაც ქვია, რომ იმან იარსებოს. აბსოლუტურად გეთანხმებით. არა აქვს ეს საკვები, ის ვერ იარსებებს, ვერც თეატრში, ვერც კინოში ხა. თუ არ მოგცეს როლები, ვერ იქნები მსახიობი შესაბამისად. რა თქმა უნდა. ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი და მისი ლექსებიდან რომელს გამომარჩევთ? საერთოდ მე ერთი ძალიან ისეთი დამოკიდებულება მაქვს პოეტების მიმართ. საქართველოს იმდენად დიდი რესურსის მქონე ქვეყანა მაგ მხრივ. კი. იმდენად ბევრი პოეტები ყავდა და იმდენად დიდი არის ჩვენი აი ეს ბაზა, ხო? რომ როგორ ახლა მე კი ბატონო, ჩემთვის მაგალითად უფრო კარგია და მე მიყვარს თქვათ გალაქტიონ ტაბიძე, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე თქვათ ტერენტი გრანელი, ის ვიღაცები არ ისინიც მომწონს მე და იმათი რომელიღაცა ლექსები, ზოგი ლექსები შეიძლება გალაქტიონის ლექსებზე ბევრად მომწონდეს ზოგი, მაგრამ ზოგი, ანუ ესე არა, აი იგივეს ვიტყოდი რა, ესე გამოკვეთილად რომ აი მე ახლა ვარ გალაქტიონისტი და აი სხვა ის არ ამყავს ესე, მაგრამ ცოტა უპირატესობას მაინც გალაქტიონს ვანიჭებ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს იყო ადამიანი, რომლის გვერდზეც ყველა მინიმუმ ერთი თავით დაბლა დგას. მე არ ვიძახი ხლა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ამით უმეტეს თვითონაც იციან რომ ეს ესეა, მაგრამ ну ვიღაცისთვის ალბათ სხვა მწერალი პოეტი უკეთესია, ვიღაცისთვის შეიძლება გალაქტიონი ვიღაცა საერთოდ არ მოწონს, თუმცა ესეთი არ ამგონია ვინმე იყოს, მაგრამ ვიღაცა უპირატესობას ალბათ სხვას ანიჭებს, მაგრამ ჩემთვის ცოტა უფრო მაღლა დგას გალაქტიონი. ხო და აი ესე რომელ ლექსს ვანიჭებ უპირატესობას რა, ყველა ლექსი ჩემთვის კარგია, გალაქტიონის დაწერილი. ასე რომ თქვა რომ ახლა მე ვიცით რა ის მიყვარს რაღაცა მესაფლავე თუ მერი თუ რომელი უნდა თქვა, ყველა კარგია, ჩემთვის ყველა კარგია მაგალითად. არის რაღაც მომენტები რა საერთოდ რომ დღეს მაგალითად ისეთი პოეზია შემოვიდა, ისეთი პოეტები რომ აი ისე გაშინაურდნენ კითხველებთან, რომ აი ისეთ საკითხებზე რაღაცებზე აი სხვა სტილი შემოიტანა, სხვანაირად წერენ და იმიტომ რომ ეს მოიტანა თაობამ ალბათ. იმიტომ რომ ხალხი თუ იყო რომანტიზმი იყო რაღაცა სხვა სამყაროში გადასვლას უდრიდა სიტყვაზე გალაქტიონის ლექსის წაკითხვა, იქ რაღაც სხვა ამაღლებულზე იყო დღეს ეს ყველაფერი ამაღლებული რაღაცნაირად ძალიან რეალისტურად უდგებიან, მე ვფიქრობ და ზედმეტად აშიშლებენ და გაუფასურდა მართალი ხარ. ღირებულებებში მე არ გულისხმობ რამე დიდს და ისიც. არაფერი, აი რომანტიკა ხო არის რაღაცა ლამაზი, ხო, აი რაღაცა
ორიგინალური, განსხვავებული და ამის მერე ესე სხვანაირად მიწოდება ეს ნელ-ნელა თითქოს გაქრა და რაღაცა გაუბრალოვდა სხვა პოეტებთან შედარებით. თუმცა ძალიან ბევრი პოეტი ყავს დღესაც ახალგაზრდები, რომელიც ძალიან კარგები არის. მეც მაგალითად ძველი ლექსი, გინდაც გალაქტიონის, გინდაც ტერენტის გრანელის ლექსები, ავიცი ძალიან გინდაც ფარული ვედრება ავიღოთ ცევდიან სარკესთან და უცხო ღამეში სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს. აი ეს ლექსი, აი გინდაც ამას რო შეხედოთ და მე შემდეგ რო შეხედოთ ცხონებული ნიკო გომელაურის ლექსს, არაჩვეულებრივი პოეტი იყო ნიკო გომელაურის ნამდვილად, მაგრამ სხვა განხრით არის, აი არსებობს განსხვავებული ლექსი, მაგრამ ნიკოს ვიცნობდი კიდევაც და მქონდა მასთან ურთიერთობა. გითხრათ ძალიან გადამული ძმაკაცები არ ვიყავით, მაგრამ ისეთი კოლეგიალური და ძალიან თბილი ურთიერთობა გქონდა და გომელაურის აქვს ისეთი კარგი ლექსები და ისეთი თბილი და ისეთი რომანტიული და ისეთი ლამაზი, რომ მიუხედავად მისი აი სხვა კუთხით დანახული გომელაურისა, ხო, აი რაღაც არათავმდაბლური ლექსები და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ხო, მას აქვს ძალიან თავისი და ძალიან საკუთარი დამახასიათებელი ხელი. რასაკვირველია ეს, თუ პოეტს არა აქვს თავისი რაღაცა დამახასიათებელი, მაშინ დამიჯერეთ ძალიან ბევრი წერს საქართველოში ლექსებს. ძალიან, მაგრამ ვიღაცის გავლენა აქვს, მაგრამ აი ადამიანს და პოეტს ყოველ შემთხვევაში და მთავარი ეგ არის, ისევე როგორც მსახიობებს, ხო? მსახიობმა დაამთავრა ინსტიტუტი სიტყვაზე თეატრალური და მორჩა სწავლას და უკვე მსახიობია, ხო, დიპლომიანი. მერე იქ კი ბატონო, იქ ასწავლიან იქ სტანისლავსკის სისტემას, იმას, ამას, ყველაფერს, მაგრამ რო გამოვიდა ის მსახიობი, მერე თვითონ თავის დახვეწას იწყებს თვითონ. და თავის სწავლებას უკვე თვითონ იწყებს. და რაღაცას გააკეთებს, ის არ გამოვიდა, ესე იგი ესე არ ვარგო და ესე ვარგო და ესე არ ვარგო და ესე და საბოლოო ჯამში მსახიობიც გამოდის, რომ მერე წლების მანძილზე გამოდის, რომ თვითონ ასწავლის თავის თავს, ანუ განა მე თავის თავზე მუშაობს. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, პედაგოგები მყავდნენ ზოგადად თეატრალურში და რაზეა ლაპარაკი. ამას არ გულისხმობდა, თუ რამე ვიცი, მე ჩემი პედაგოგის დამსახურება და წყალობაა, რომ ვიცი. მაგრამ მერე უკვე დროთა განმავლობაში, ხო, აი მსახიობის თავის თავს თვითონვე ხვეწავს, თვითონვე ხვდება რა როგორ უნდა გააკეთოს ესა თუ ის, აი როგორ უნდა მოეწონოს მსახიობი მაყურებელს, აი რა უნდა გააკეთოს იმან ისეთი კონკრეტულად იმ შემოთავაზებულ სიტუაციაში, რომ აი ის მსახიობის თამაში არის, შემდეგ გავლენა ქრება. თავარი არის ეს, რომ მაყურებელს მოეწონო. ხო? ხა მე არ ვამბობ იმაზე, რომ სცენაზე რამე უხამსი გააკეთო და ამითი შენ დაამახსოვრო ვიღაცას თავი. ეს არ არის მსახიობობა და მე ვამბობ პირდაპირ და კარგი გაგებით, რომ აი ისეთი რაღაცა უნდა გააკეთო, რომ შენ უნდა მოეწონო მსახიობს, რომ იმას მოუნდეს მაყურებელს მეორედ მოსვლა და შენი ნახვა სცენაზე. იმ სპექტაკლში თუ არა, სხვა სპექტაკლში, დააინტერესოს. აი როგორი თავისებურია, ხო? რატო იყო თქვათ, რომ ხალხი სპეციალურად დადიოდა რამაშიკვაძის ანახავად, ხო? ის სპეციალურად მიდიოდნენ ყიდულობდნენ, რომ აი ის იქნება და იმიტომ რომ გენეტი გენიოსი არტისტი იყო და უდიდესი არტისტი იყო, მაგრამ თავისი ქონდა. თავისი აი როგორც აკეთებდა, ის აკეთებდა იყო თვითონ რამაზე იყო, მარტო იმას შეეძლო ეგრე. მარტო ის აკეთებდა ეგრე და მარტო იმას ქონდა ის რაც ქონდა სცენაზე და ამიტომაც დადიოდა ხალხი მის ანახავად. ასევე რევაზ თავარდქილაძე სიტყვაზე, ხო? მას აქვს ის რაც თავისია და ის და ამიტომაც ხალხი დადის რეზო თავარდქილაძის ანახავად. და ასე უამრავი რამდენის გაგეხარდებათ იქ მარჯანიშვილის თეატრში ბატონო ჩემო, ყველა თეატრში არიან არაჩვეულებრივი თაობები, დიდები, პატარები, მაგრამ ყველას აქვს თავისი პატარა ხელწერა, ხო? აი ასევე არის პოეტებიც, ხო და მწერლებიც ზოგადად, ყველას აქვს აი რაღაცა თავისი, რასაც სხვა პოეტთან ვერ ნახავ. თუ ნახავ, ესე იგი რაღაცა ისეთია რა. მაგრამ ზოგადად კარგია ის, რომ თანამედროვე პოეტებიც ჩვენ ვინც არიან ეხლა და ვინც მოდიან, აი
ისინიც ყველა თავისებურია და ერთმანეთს არ გვანან. თუმცა ძალიან ბევრი პოეტი კიდევ არ ჩანს და ჩრდილშია შეიძლება ითქვას რა, იმიტომ რომ ზოგს აქვს ამის გამოჩენის სურვილი და უნდა, მაგრამ ზოგს საერთოდ არ აქვს. ამას წინათ წავიკითხე ერთი ახალგაზრდა გოგონას ლექსები. ძალიან საინტერესო, ძალიან არაჩვეულებრივი ლექსები აქვს. სულ რაღაც 15 წლის გოგონაა და მე ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ამ გოგონასაც. ასე რომ ასე ზოგადად გამოკვეთილად რომ თქვა რომ რომელი ქალაქი იმ გოგონას გამოქვეყნებული აქვს ის ლექსები წიგნად თუ თქვენ არა აქვს სხვათა შორის უბრალოდ ხელნაწერები მათხოვა რომ წაიკითხე თუ შეძლებთო და მეც არ დავისარე საღამოს დავჯექი და დავიკითხე. გადაცემის შემდეგ აუცილებლად გეტყვით რომ მომაწოდოთ სახელი და გვარი რომ ნამდვილად ნახომაც ლექსებს წერდა რა ვიცი ძალიან დასასრულია. კი ბატონო. რაც უფრო მეტი ხელოვანი ხალხი ვიქნებით და არაჩვეულებრივია ნამდვილად. გასაკვირველია. რა გზნობა დაგეუფლათ, როდესაც გითხრეს რომ პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი უნდა შეგესრულებინათ. გამეხარდა ძალიან ჯერ ერთი დავიწყებ იქიდან რომ თუ არსებობს რამდენიმე პიესა და რამდენიმე როლი რომელიც მსახიობმა შეიძლება ისურვოს და ინატროს ერთ-ერთი მათგანი არის ყვარყვარე და ნამდვილად დაგეთანხმებით. თავისი საინტერესოობით რა ვთქვა, ნუ გენიალური ნაწარმოებია, ხო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს და ნამდვილად კი. ყველამ წაკითხული გვაქვს ყოველ შემთხვევაში ხა ნათამაშები შეიძლება ბევრს, მაგრამ მე მაგალითად ძალიან ვინერვიულეთ ან გახარებასთან და სიხარულთან ერთად ძალიან ავნერვიულდი, იმიტომ რომ ისეთ მსახიობებს აქვთ ეს ნათამაშები. დაწყებული უშანგი ჩხეიძიდან და დამთავრებული რამაშ ხვიკვაძემდე დოდო აბაშიძე ფილმში და ნუ აი ძალიან ისეთ მსახიობებს აქვთ ნათამაშები ეს როლი რომ ძალიან ძნელიც არის რომ გაექცე იმათ სახელს და შთაბეჭდილებას, იმიტომ რომ უფროსი თაობა ვინც დოდო აბაშიძე მაინც თამაშა ხო? კი, ფილმში დოდო აბაშიძე ფილმში. ხო და იმდენად ძნელია რომ შთაბეჭდილება გადაფარო ხალხის, იმიტომ რომ ხალხს შეიძლება სპექტაკლი არ აქვს, არ ქონდა ნანახი, თქვათ უშანგი რო თამაშობდა უშანგი ჩხეიძე, თქვათ რამაზი რო თამაშობდა ყვარყვარეს, მაგრამ ფილმი ხო ყველას აქვს ნანახი. აბსოლუტურად ახლა მე არ მეგულება დღეს უფროსი თაობის, გინდათ ჩვენი თაობის წარმომადგენელი ადამიანი, ვისაც ფილმი არ აქვს ნანახი და ძნელია გაექცე, აი შთაბეჭდილებას რო გაექცე რა, იმიტომ რომ ან სხვანაირი უნდა იყო რა სცენაზე, ისეთი არ უნდა იყო როგორიც არის თქვათ გადაღებულია, როგორებიც ნანახი ყავთ ხალხს. თუ ისეთი ხარ, მაშინ არ არის საინტერესო, ხო, ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ისეთი მსახიობები მყავს ნანახი, ახლა მე ვერავის ვერ გავაკვირვებდი ამ ყვარყვარის თამაშით, მაგრამ მე შევეცადე რომ ცოტა სხვანაირად გამეკეთებინა როლი და სხვანაირად შეგვეხედა ყვარყვარესთვის და არა ისე როგორც იყო, თქვათ. აი მარტო ეშმაკი ადამიანი, ძალიან პოლიტიკური, ძალიან გაქნილი, ძალიან და სხვათა შორის მე სულ ვამბობ და არა მარტო მე, აი რეჟისორი, დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი რატიანიც სულ მაგას ამბობდა, რომ და ვეთანხმებოდით ჩვენს მსახიობები და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ვეთანხმებოდი იმაში რომ ყვარყვარე გახდა ყვარყვარე და რასაც აკეთებს ხო ის მთელი პიესის და სპექტაკლის განმავლობაში ამაში დამნაშავე ხალხია ის ხალხმა გახადა ყვარყვარე თორე ის ყვარყვარე ვერ გახდებოდა ხო აი დაუფიქრდეთ კაცი ის და თავისთვის წისქვილში ქექავდა ნაცარს მოვარდნენ წაიყვანეს მართალია აბატონო გახთი შენო ყვარყვარეო უთხრეს შენ
გეკუთვნის მთელი სამყარო. ამანაც ადგა და გამოიყენა. აი სიტყვაც მახსოვს თქვენ რომ გადიხართ ოთახიდან და ორი კაცი რო შემოვიდეს დაცვები და რო იძახიან რომ თქვენ ხართ ფაულად მომუშავე რევოლუციონერი. ხო, ნუ არ არის ეს კაცი იძახის. ჩამოხშობას რო გიპირებენ ვერ და ბოლოს რო იტყვიან რომ რევოლუცია მოხდა და თქვენ ხართ რევოლუციონერი შეცდომით, მაგრამ ეს არის შეცდომით, მაგრამ ეს ხო ჩემი ბრალი არ არის, ხო? ანუ ყვარყვარეს ბრალი ხო არ არის ეს? რო შეცდომა მოვიდა არა ყვარყვარეს, არამედ ძალიან გათამამება მით უმეტეს უბრალო ადამიანი ღარიბი მით უმეტეს წამებში შეიცვალა ყვარყვარესთვის ყველაფერი, იმიტომ რომ მიიყვანეს 2 წუთის წინ აღშობდნენ, 2 წუთის მერე გადარჩა და მთელი ქვეყანა შენიაო ეუბნებიან. და ეს როგორც ეშმაკი კაცი გამოიყენა ეს სათავისოდ. სათავისოდ გამოიყენა და მე ნუ რა დონეზეც მივიდა მე. ბოლოს მაინც კეთილ მასწლია რაღაცა, მაგრამ ბოლოს მე მინდა ბოლოს სიტყვები გავიხსენო. პიესაში არის ძალიან კარგად. ეს ფილმში არ არის სხვათა შორის ეს სიტყვები გამოყენებული, მაგრამ პიესაში არის ეს და ჩვენც აი ეს კარგად გამოვიყენეთ, რომ ბოლოს სცენა, სადაც ასამართლებენ ყვარყვარეს იქ ეგეთ რაღაცას ამობს, რომ ყველა ყვირის იქ რო ჩავქოლოთ დასაღუპავი ასეთი კაცი დასაღუპავი უნდა დაისაჯოს და ყვარყვარეს სიტყვებია იქ რომ არ მესმისო მე რატომ ეჩხუბებითო თქვენ ყველანი აქ რო ხართო მე მოგიყვანეთო აქო ჩემი მოყვანილები ხართ ყველა თავისი მოყვანილი ხალხი ასამართლებს თვითონ ყვარყვარეს არანაკლები ცუდი ხალხია და ცუდი პიროვნებები არიან ისინი ყვარყვარეზე. იმიტომ რომ იმათაც გამოიყენეს სათავისოდ, ხო? ამისი ყვარყვარეობა იმათ გამოიყენეს სათავისოდ, იმიტომ რომ ყველა თანამდებობაზე დაჯდა და ყველა უკვე რაღაცას წარმოადგენს ამის წყალობით, მაგრამ ამის წყალობით წარმოადგენს რაღაცას. და მე შემოუბრუნდნენ და ყველა ამას აქცია ზურგი და ნუ იქ სპექტაკლში რასაც უშვებიან მე ყვარყვარეს ყველამ ვინც ნახა სპექტაკლი კი იცის, მაგრამ მე ზოგადად ვიძახი, რომ აი ძალიან ნერვიულობდი თავიდან, რომ ხარ რო გითხრა, რომ არ გამეხარდა, როგორ არ გამეხარდა. ძალიან გამეხარდა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი და სხვათა შორის თავიდან მე არ ვიყავი ყვარყვარეს როლზე. ვიყავი, იქ არის ესეთი პერსონაჟი ტიტე ნატუტარი და წამყვანი. ყვარყვარეს როლს ვინ თამაშობდა? ყვარყვარეს როლს მოწვეული მსახიობი ყავდათ, თუ არ ვცდები, მოწვეული იყო და იმას უნდა ეთამაშა. მერე მოხდა ისე, რომ რაღაცა ვერ გამოვიდა ამ ბიჭმა, ვერ მოახერხა, იარა თუ რაღაც საქმე, მოკლედ ვერ მოხერხდა ჩვენი შეჯგუფება ერთად მთელი დასის და აი მე შემომთავაზა მე ბატონმა გიორგი რატიანმა რომ ხوارც დიდიო ყვარყვარესო და რასაკვირველია დავეთანხმე ხარ ნებისმიერ შემთხვევაში არც ერთი მსახიობი მე არ ამგონია დღეს საქართველოში მოიძებნოს ისეთი მსახიობი მამაკაცი რომელსაც ეტყვიან რომ შენ ყვარყვარე უნდა ითამაშო და ის იტყვის უარს ასეთი მსახიობი არ ამგონია დღეს რო იყოს საქართველოში და მათ შორის არც მე და მეც დავთანხმდი დიდი სიამოვნებით და ძალიან სასიამოვნოდ ვიმუშავე ყველა ჩემ პარტნიორთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ამ სპექტაკლის მოსამზადებლად, არის ძალიან მასიური, ძალიან ძიმე დეკორაციებით და ძალიან ბევრი ხალხით მასოკით და მასოკასაც დიდი დატვირთვა აქვს. რასაკვირველია დატვირთვა აქვს. ხო და აი ამიტომ გაჭიანურდა და ძალიან ფაქტიურად თითქმის 9 წელიწადი მოვანდომეთ აი ფორმაში მოყვანას სპექტაკლის და მე მგონი რომ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამან და ძალიან დადებითად აისახა ესეც მაყურებელზე. ორი შეკითხვა გადამრჩა და გადაცემა დასასრულს მივახლო და მოდით უცბად შეკითხებით. რამდენი ხანია რაც თქვენი პროფესიით მოღვაწეობთ? მე დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი 2000 სამსახიობო დავამთავრე
2 წელს 2002 წლიდან მე თეატრალურში ჩავაბარე ასპირანტ სტაჟორი, ესეთი პედაგოგიკის განხრით იყო ესეთი ფაკულტეტი და მან დავრჩი. მე ვიყავი ბატონი პროფესორი ბატონი დავით კობახიძის ასისტენტი. თანაშემწე ვიყავი პედაგოგის და საბოლოოდ პედაგოგობისკენ მინდოდა რომ აი წასვლა, მაგრამ მე რაღაცა მე გორის თეატრში წავედი სამუშაოდ რაღაცა ვერ გამოვიდა ისე რომ ძალიან ცუდი. ჩამოვედი და აი იქიდან 2002 წლიდან ფაქტიურად მუშაობ თეატრში. მე პირველად ჩემი პირველი სახელმწიფო თეატრი სოხუმის მოზარდი იყო. დავიწყე აქ და მე გორში რო წავედი აქედან გადავბარგდი გორში და იქიდანაც რო ჩამოვედი ისევ დაუბრუნდი ჩემ პირველ თეატრს და ძალიან მიხარია რომ ძალიან სიხარულით შევხვდე და რას ურჩევდით იმ ხალხს, ვისაც ამ პროფესიით განხრით სურს სიარული? შრომას. ძალიან დიდ შრომას და თავგანწირვას ამ საქმის მიმართ, იმიტომ რომ მე ძალიან ისეთი შედარება ეს ჩემმა პედაგოგმაც თავის დროზე გითხრა და ძალიან მომეწონა და სულ ამას ვიმეორებ ხოლმე. აი ვისაც ეჭვიანი ცოლი ყავს, მიხვდება ალბათ, რასაც გულისხმობ ახლა და რასაც ვამბობ. აი ეჭვიანი ცოლივით არის ეს პროფესია. ან მთლიანად იმისი ხარ, ან არაფერს არ მოგცემს. მართალი. არაფერს არ გაიმეტებს არც ერთ გრა, არც ერთ ტაშს. ამიტომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმას, რომ საბოლოოდ ვიღაცამ ბრავო დაიძახოს დარგასთან. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებოდეთ, იქამდე მინდა გითხრათ, რომ ბატონ ლაშასთან ვის თამაშობდა დამსახურებული არტისტი რევას თავარდქილაძე, მინდა რომ მოვიწვიო მე აქ და ალბათ შემდეგისთვის მოვიწვევ და რა ვიცი, გაგახარებთ, ვისაც ამ პროფესიით უნდა წასვლა, ალბათ უყურებთ და მოგეწონებათ და კიდევ მინდა სოხუმის თეატრის მმართველის გიორგი რატიანის მოწვევა. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო, კარგად ბრძანდებოდით. კარგად ბრძანდებოდით.